ეხლა ისეთ რამეს გეტყვით, რომ კარგად უნდა გაიაზროთ. დაახლოებით 25% ადამიანების სიკვდილიანობის მსოფლიოს გარშემო დაკავშირებულია არაჯანსაღ კვებასთან და ეს არის დაახლოებით 10-15 მილიონი ადამიანი ყოველწლიურად. არაჯანსაღი კვება უკავშირდება ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიც არის დიაბეტი, ინსულტი, ინფარქტი, სიმსივნური დაავადებები და არ ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო. სხვანაირად აგიხსნით. წარმოიდგინეთ, ყავთ Ferrari F40 და თქვენ მასში ასხამთ რეგულარს რომელიღაცა საეჭვო ბენზინ-გასამართის ადგურიდან. ხო წარმოუდგენელი რამ არის? აი ადამიანის ორგანიზმს კი ვერაფერი საერთოდ ადამიანის ხელით შექმნილი გვერდით ვერ დაუდგება, იმდენად მაღალ განვითარებული და იმდენად დიდი ინჟინერიის შედევრია ჩვენი სხეული. შესაბამისად, მსგავსი დახვეწილი ბიოლოგიური ორგანიზმი რატომ უნდა უკვებოთ დაბალხარისხიანი საკვებით და უფრო მეტიც არაჯანსაღი და საზიანო პროდუქტებით. მაგრამ სამყაროში, სადაც სუპერმარკეტში შეხვალ და ყველაფერი ერთი ხელის გაწვდენაზეა ხელმისაწვდომი, იქნება ეს ჯანსაღი, იდეალური საკვები თუ პირიქით არაჯანსაღი და საზიანო საკვები, როგორ უნდა მივხვდეთ, რომელია ჩვენი ორგანიზმისთვის საჭირო და რა საკვებია ჩვენს გარშემო ყველაზე სასარგებლო ჩვენთვის. აი ამ ყველაფერზე გესაუბრებით დღევანდელ ვიდეოში. კონკრეტულად მოგიყვებით ტოპ 10 ჯანსაღ საკვებზე, რომელიც თქვენ საკვებ რაციონს გამდიდრებს და გახდის ჯანსაღს. სანამ ამ ყველაფერზე გეტყვით, როგორც უკვე გაიგებდით, ჩემი გამომწერებისთვის ექსკლუზიურად მართავ სექტემბერში პირველადი დახმარების ტრენინგს, რომელიც რა თქმა უნდა სრულიად უფასო იქნება და ამ ყველაფერში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ და მხოლოდ სჭირდებათ გამოწერილი გქონდეთ ჩემი Instagram და YouTube არხები და ახალდადებულ ვიდეოებზე დააკომენტაროთ #პირველადი დახმარება. გაიმახსოვრეთ, რაც უფრო ბევრ ვიდეოზე იქნება თქვენი კომენტარი, მით უფრო იზრდება შანსი, რომ მოხვდეთ იმ გამომწერებში და მიიღოთ მონაწილეობა პირველადი დახმარების ტრენინგში. ეხლა კი დაუბრუნდეთ ტოპ 10 ჯანსაღ საკვებს. პირველი ჩვენ შემონათვალში არის კვერცხი. ბევრი მithქმა-მოთქმა არსებობდა კვერცხთან დაკავშირებით და კონკრეტულად გულში შემავალ ქოლესტერინთან დაკავშირებით. თითო კვერცხი შეიცავს საშუალოდ 180-200 მგ ქოლესტერინს, მაგრამ საბოლოოდ ნათელია, რომ ადამიანის პლაზმაში არსებული ქოლესტერინის დონეზე კვერცხის გულში არსებული ქოლესტერინი იმაზე გაცილებით უფრო ნაკლებ გავლენას ახდენს, ვიდრე მაგალითად არაჯანსაღი ცხოვრების წესი, გაჯერებული ცხიმების მიღება და ზოგადად კვების რაციონი. როგორც წესი, 1 ან 2 კვერცხი ყოველდღიურადაც კი ჯანმრთელი ადამიანისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. აი ის ადამიანები კი, ვისაც დიაბეტი, გულსისძარღვთა დაავადებები აწუხებთ და მაღალი ქოლესტერინი აქვს, მაგალითად ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის დროს. აი მათ ურჩევდი, რომ კვერცხის რეგულარულად მიღებამდე გაიარონ კონსულტაცია თავიანთ მკურნალ ექიმებთან და ისე განსაზღვრონ თავიანთ ლაბორატორიულ პარამეტრებზე დაყრდნობით ყოველდღურად რა დოზით შეუძლიათ კვერცხი მიიღონ. ერთი ცალი კვერცხი შეიცავს დაახლოებით 6-დან 8 გრამ ცილამდე. ამას გარდა გულში შემავალია უამრავი მინერალი და ვიტამინი, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ფუნქციონირებისთვის სჭირდება. მათ შორის არის B12, K2, D-ვიტამინი, რკინა, ომეგა-3 და ქოლინი. ქოლინი მნიშვნელოვანია ცენტრალური ნერვული სისტემისთვის და კონცენტრაციისთვის. ის ასევე ხელს უწყობს ჩვენი ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებას. მოკლედ კვერცხი მაღალხარისხიანი ცილის, ჯანსაღი ცხიმების და უამრავი მინერალის პირდაპირი წყაროა. შემდეგი ჩვენს ჩამონათვალში არის მოცვი. მოცვი არის პირდაპირ ანტიოქსიდანტების საბადო. ანტიოქსიდანტები არიან ნივთიერებები, რომლებიც ჩვენს უჯრედებზე დამაზიანებელ გავლენას ამცირებენ. აი წარმოიდგინეთ მაგალითად სტრესით ან არაჯანსაღი კვებით ჩვენს ორგანიზმს ადგება ზიანი. ანტიოქსიდანტები კი ის ნივთიერებები არიან, რომლებიც ორგანიზმს ეხმარებიან უჯრედულ დონეზე ამ მიყენებული ზიანის აღმოფხვრაში და გამოსწორებაში. ამას გარდა ისინი უამრავ ვიტამინთან ერთად, როგორიც არის ვიტამინ C, K, ასევე მანგანი, შეიცავენ პოლიფენოლებს. პოლიფენოლები არიან განსაკუთრებული ნივთიერებები, რომელთაც ჩვენს ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აქვთ anti-aging, ანუ დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი. ეს პოლიფენოლები კი ერთ განსაკუთრებულ ნივთიერებასთან კომბინაციაში, რომელიც ასევე მოცვის შემადგენლობაშია და ანთოციანები ქვია, მათთან კომბინაციაში ისინი როგორც ანტი-ანთებითი ნივთიერებები ისე მოქმედებენ, ანუ ჩვენს ორგანიზმში მაგალითად ქრონიკულად არსებულ ანთებით ფონს უპირისპირდებიან და აცხრობენ. მოკლედ რომ ვთქვათ, პირდაპირ სუპერ საკვებია მოცვი. შემდეგი ჩვენს ჩამონათვალში არის ნიორი. ის შეიცავს ალიცინს, რომელიც მისი გაჭრის ან დაჭყლეტის დროს გამოიყოფა. ეს ნივთიერება ერთდროულად არის ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოების საწინააღმდეგო, ანუ ანტიმიკოზული. ამასთან ერთად გაგიკვირდებათ და ანთების საწინააღმდეგოდაც კი მოქმედებს. ამას გარდა ნიორი შეიცავს მანგანს, ვიტამინს B-სა და C-ს. ამ ეფექტების კომბინაციით კი ის ააქტიურებს ჩვენი იმუნური დაცვის უჯრედებს და შესაბამისად პოზიტიური გავლენა აქვს მათზე. შემდეგი კატეგორია არის თხილეული, როგორც არის მაგალითად ნუში, ნიგოზი, თხილი. თხილეული არის ჯანსაღი ცხიმების წყარო და ისინი ამავდროულად შეიცავენ დიდი რაოდენობით ცილებს. ისინი გარდა ამისა ჩვენი ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არიან
ძალიან მნიშვნელოვანი და ამასთან სისხლში გლუკოზის სტაბილური დონის შენარჩუნებას უწყობენ ხელს. შემდეგი არის ორაგული და ეს ალბათ არავის გაგიკვირდებათ, რადგან ორაგული არის ომეგა-3-ის პირდაპირი წყარო. ომეგა-3 კი გულისა და თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესი ნივთიერებაა. გარდა ამისა, ომეგა-3-ც ასევე მოქმედებს ანტიანთებითად და ის ფაქტი, რომ ადამიანების უმრავლესობა იმაზე ნაკლებ ომეგა-3-ს იღებს ცხოვრების განმავლობაში, ვიდრე საჭიროა, უკვე კვლევებითაც დადასტურებულია. შემდეგი კატეგორიაა პარკოსნები, ანუ როგორც არის მაგალითად ლობიო, ბარ და ოსპი. ეს პროდუქტები შეიცავენ დიდი რაოდენობით უჯრედის, მცენარეულ ცილას და უამრავ ვიტამინებსა და მინერალებს. სოფლიოს უამრავ რეგიონში სწორედ ყოველდღიური რაციონი განსაზღვრავს ადამიანების ჯანმრთელობას და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობას. ისეთ რეგიონებში კი, სადაც მსგავსი პროდუქტები დიდი რაოდენობით შედის ყოველდღიურად, რეგულარულად მისაღებ რაციონში, ადამიანები სტატისტიკურად უფრო ჯანმრთელები არიან და უფრო მეტხანსაც ცოცხლობენ. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა ფაქტორები, როგორიც არის სტრესი, ცხოვრების ხარისხი და ასე შემდეგ, რომელთაც როგორც ავადობაზე, ასევე სიცოცხლის ხანგრძლივობაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს, მაგრამ დამერწმუნეთ, კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ამ ფაქტორების. შემდეგი არის ბროკოლი, რომელიც არც თუ ისე მიმზიდველია და ბევრ ადამიანს არც უყვარს. თუმცა დამერწმუნეთ, ბროკოლი პირდაპირ ვიტამინების საბადოა. ის შეიცავს C ვიტამინს, K ვიტამინს, ფოლიუმის მსჯავრს. გარდა ამისა, ელექტროლიტებს, როგორც არის მაგალითად კალიუმი და უმნიშვნელოვანეს ნივთიერებას სულფორაფანს. ეს ნივთიერება არის ძალიან კარგად გამოკვლეული. ისიც მიეკუთვნება ანტიოქსიდანტებს, რაც ვიდეოს დასაწყისში აგიხსენით. გარდა ამისა, აქვს ანტიანთებითი მოქმედება და ააქტიურებს უჯრედულ დონეზე ჩვენი უჯრედების დაცვით მექანიზმებს. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გვაძლევს იმას, რომ ჩვენს უჯრედებს უმარტივდებათ ყოველდღიურად ჩვენი არაჯანსაღი ცხოვრებისა თუ სტრესის გამო მიყენებული ზიანის, როგორც აღდგენა, ასევე ჯანსაღი ფუნქციის შენარჩუნება. შემდეგი არის ავოკადო. ჯანსაღი ცხიმების იდეალური წყარო და უზრუნველყოფს ასევე, რომ საკვებით მიღებული დანაყრების შეგრძნება რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ეს კი იმის დამსახურებაა, რომ ის დიდი რაოდენობით შეიცავს როგორც მცენარეულ ბოჭკოს, ასევე უჯრედის და უზრუნველყოფს როგორც ნაწლავური სასარგებლო ბაქტერიების მრავალფეროვნებას, ასევე ნაწლავური ბარიერის შენარჩუნებას. გარდა ამისა, აქაც ხვდებით ვიტამინ S, ფოლიუმის მსჯავრს, კალიუმს, კაროტინოიდებსაც კი, რომლებიც თვალის ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია. შემდეგიც ალბათ არავის გაგიკვირდებათ, ეს არის მწვანე ფოთლისებრი ბოსტნეული, მაგალითად როგორიც არის ისპანახი, აისბერგი, კომბოსტო და უამრავი სხვა. საკვების ეს კლასიც პირდაპირ გამიზნულად ჩვენს ბაქტერიულ ფლორაზე და ნაწლავის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს, რადგან ის ბაქტერიები, რომლებიც ჩვენი მსხვილი ნაწლავის სანათურში ცხოვრობენ, მათთვის აუცილებელია მცენარეული ბოჭკო და უჯრედისი, როგორც საკვები, რომ შევინარჩუნოთ ეს მრავალფეროვნება და ჩვენი ნაწლავური ბარიერი არ დაირღვეს. შესაბამისად, მსგავსი ბოსტნეული ჩვენი ყოველდღიური რაციონის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს. და დღეისათვის ბოლო და ამ სიის ალბათ მოწინავე არის ზეითუნის ზეთი, რადგან ის ანაცვლებს ისეთ დამაზიანებელ ზეთებს, რომლებიც მაგალითად მარცვლეული კულტურებისგან მზადდება. გარდა ამისა, ის შეიცავს უამრავ ანტიოქსიდანტს და უჯერ ცხიმებს, რომლებიც ჯანსაღი ცხიმების წყაროა. ზეითუნის ზეთი შეიცავს პოლიფენოლებს, ვიტამინ S, რომლებიც ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია. დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო, მეგობრებო, ვიმედოვნებ, რომ საინტერესო ჩამონათვალი იყო თქვენთვის. თქვენ შეგიძლიათ დააკომენტაროთ თქვენი იდეები, რომელ საკვებს გაუწევდით რეკომენდაციას, რომელია ჯანსაღი და რას უნდა მიირთმევდეს ადამიანი ყოველდღიურად ჯანმრთელი ცხოვრების წესიდან გამომდინარე. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.